მაის ქარელის რაიონმა კვლავ პოლიტიკოსებს უმასპინძლა. ამჯერად რაიონის სტუმრები სახალხო პარტიის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კობახიძე, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ შავთვალაძე და დეპუტატი ჯონი თაგნიაშვილი აღმოჩნდნენ. ჩვენ გარკვეულ ანგარიშს ვაბარებთ ჩვენ სამორჩეველს იმათ ვინც ხმა მოგცა და ვინც ხმა არ მოგცა აი ასეთი შეხვედრებით. ჩვენ ვცდილობთ გარკვეულ საკითხებზე ჩვენი თვალთახედვა, ჩვენი ინფორმაციები მივაწოდოთ, ჩვენი პოზიციები გავაცნოთ. მით უმეტეს რომ ცენტრალური პრესა მთლიანად ხელისუფლების მხარდამჭერია, იქ ხშირად მიყურებია ცენტრალური პრესისთვის და ტელევიზიისთვის და ესეთი შთაბეჭდილება დამრჩენია, რომ თითქოს სულ სხვა შეხვედრაზე ვყოფილვარ. რაიონის კულტურის სახლის დარბაზში, რომელიც არც თუ ისე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, სახალხო პარტიებთან მხრიდან საკმაოდ თამამი განცხადებები ისმოდა. ფაქტია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი დღეს არის ერთი სუბიექტი, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც ქვია მოქალაქეთა კავშირი და მისი ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტი. და უამრავი ფაქტობრივი მასალა არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში ვითარდება ბედის უკან და ეს ყველაფერი ძირითადად სუბიექტური მიზეზების გამო ხდება. ქვეყანაში აქვს კორუფცია და რასაც მე ვაპარაკობ, თავარი ის არის, აღიარებულია თვითონ პრეზიდენტის მიერ, თვითონ მოქალაქეების მიერ. ერთადერთი რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის, რომ დაგვიტოვა 5 მილიარდიანი საგარეო ვალი, რომ აღარაფერი თქვათ ქვეყნის შიგნით არსებულ დავალიანებაზე, რომელიც დაახლოებით 30 მილიონს აღწევს. ასეთი განცხადების გაკეთების შემდეგ გიორგი კობახიძემ საუბარი კორუფციის თემით შეცვალა. რომ კორუფცია შეიძლება არსებობდეს მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე. სხვა შემთხვევაში ეს კორუფცია სხვა შემთხვევაში არის აპატიები და წვრილმანი მამაძალობები. სახელმწიფო დონეზე. კორუფცია ეხება მხოლოდ მინისტრებს, დაუშვათ რწმუნებულს, გამგებელს, ყველაზე დაბალი დონე შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილე. ერთი პასუხნაგები კაცი იქნება გამახსენებთ. მე პირადად ესეც არის. აქტიურმა ოპოზიციამ დარბაზში მყოფთა შეკითხვებზე დღევანდელი ხელისუფლების მისამართით საკმაოდ სერიოზული ბრალდებებით უპასუხა. მოქალაქეთა კავშირმა და პრეზიდენტმა ყველაფერზე აიღო პასუხისმგებლობა, რეალურად არაფერი არ შეასრულა. საგამდე შეუძლიათ ახლა ამ ტყუილებით თავს მოახდინო ხალხს თავიანთი ყოფნა ხელისუფლებაში და თავიანთი ყოფნის აუცილებლობა მე არ ვიცი და მეორეც ისინი არავისთან ხელისუფლების გაყოფას არ ფიქრობენ. ხალხო პარტია ვალდებული იქნება რომ სხვასთან ერთად გაინაწილოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის განაწილება სხვა არაფერი თუ არა უფლება მოვალეობის გამიჯვნა ამა თუ იმ სფეროში. აქედან გამომდინარე რომ ჩვენ ისე მზათა ვართ ესეთი ერთპარტიული ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და ამიტომ მიგზოლებული იქნება ნებისმიერი პარტია, მარტო სახალხო არა, სხვა პარტიის და სხვა სექტორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, აზრი და მსოფლმხედველობა გაიზიაროს. მოსახლეობასთან 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ სახალხო პარტიელებმა გეზი ხაშურისაკენ აიღეს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისინი ხმების 10%-ის დაგროვებას ვარაუდობენ.